ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში გაფართოებული სხდომების ფარგლებში ქართველ პროფესორებთან ერთად მოწვეულნი იყვნენ უცხოელი პროფესორებიც. მათ შორის იყო ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი რაინჰოლდ კინცლერიც, რომელსაც ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. Ტარდება გაფართოებული სხდომა, რომელიც მიძღვნილი არის აკადემიკოს ილია ვეკუას და მისი ყველაზე ცნობილი მოწაფის აკადემიკოს ანდრეი ბიძაძეს ხსოვნას. ნიშანდობლივია ისიც, რომ ორი დიდი ქართველის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლის და მისი ორჯერ რექტორის ილია ვეკუას და ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეები ემთხვევა 23 აპრილს. მომავალ წელს ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია მიძღვნილი აკადემიკოს ილია ვეკუას 100 წლისთავის სოდნისადმი და იმედოვნებთ ამ პერიოდისთვის შეშელეთში მისი სახლ-მუზეუმი ნელ-ნელა აღდგება. ამის მზაობა აქვს ახალგაზრდებს, როგორც ქართველებს, ასე აფხაზებს და ჩვენ ამით პატივს მივაგებთ ქართულ აფხაზურ ოჯახში დაბადებულ მიცნებს. ბატონ ილიამ დაარსა პირველი ახალი ტიპის ინსტიტუტი უნივერსიტეტში, რომელსაც შემდგომ მისი სახელი მიენიჭა, ის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი. მისი ძირითადი ფუნქცია ყოფილიყო ბაზა უნივერსიტეტის სტუდენტების, ასპირანტების, პროფესორ-მასწავლებლების თანამედროვე ბაზა კვლევების წარმოებისა და ჩვენ მიუხედავად დიდი ქართეხილებისა ამ ტრადიციას ინიცირებულს ბატონ ილიას მიერ ვაგრძელებთ. არის ბრწყინვალე კონფერენცია ჩვენი მათემატიკოსების, რომლებიც აქ უკვე თავის ბოლო მიღწევას მოგვახსენებენ და ამავე დროს ეს კონფერენცია მიძღვნილი არის ბატონ ილიას დაბადების დღისადმი. ეს იყო თვითონ დიდი პიროვნება. ცნობილი ქართველი მათემატიკოსი ილია ვეკუა 1907 წლის 23 აპრილს დაიბადა. საერთაშორისო გაფართოებული სხდომების ჩატარების პერიოდიც ტრადიციულად ამ თარიღს ემთხვევა. ილია ვეკუა ორჯერ იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. მან რამდენიმე ახალი ფაკულტეტი, კათედრა და კაბინეტი დააარსა. 1966 წელს კი უნივერსიტეტთან შექმნა გამოყენებითი მათემატიკის პრობლემური ლაბორატორია, რომელიც თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობით აღიჭურვა. სწორედ მის ბაზაზე მოგვიანებით ჩამოყალიბდა გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც თავად ილია ვეკუა იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ინსტიტუტს ილია ვეკუას სახელი მიენიჭა.